მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დირექტორი უკვე 16 დღეა შიმშილობს. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობელს, თავისუფლებას, სინდისის ყველა პატიმარს. დღეს მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ნეტ გაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელის მზია ამაღლობლის დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვეს. განცხადებით ისინი მიმართავენ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჟურნალისტების მასობრივად დევნის აქტზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში. განცხადებას, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია მეცხვარიშვილმა წაიკითხა, ხელს ამ დროისთვის 311 ჟურნალისტი, რედაქტორი და მედია მენეჯერი აწერს. განცხადებაში ასევე საუბარია საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესებულ მედია გარემოზეც. ჩვენი კოლეგა და მეგობარი მზია ამაღლობელი იმყოფება სრულიად უკანონო პატიმრობაში, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის ის დაპატიმრებული, ის არის რეჟიმის ტყვე, ისჯება თავისი პროფესიული საქმიანობის გამო და ამ მოქმედებით ადამიანთა ჯგუფმა, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული ძალაუფლება, გაუგზავნა სიგნალი დანარჩენ მედიას, თუ რა მოელით მათ თუ გააგრძელებენ მოვლენების კრიტიკული თვალით დანახვას და გაშუქებას. ჩვენ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის უპირობო დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში. ამ განცხადებას ხელს აწერს ამ დროისთვის 311 ჟურნალისტი, მათ შორის ეს არის უპრეცედენტო სოლიდარობა და უპრეცედენტო რაოდენობა ადამიანებისა, თითქმის ყველა ტიპის მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ ხელს, როგორც ნაციონალური მაუწყებლები, ასევე რეგიონული მედიები, საერთაშორისო მედიების წარმომადგენლებიც კი გახდნენ ამ განცხადების ხელმომწერნი. მზია ამაღლობლის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები გამოხატეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ასევე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა. მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო მზია ამაღლობელისა და ყველა იმ პოლიტპატიმარის მიმართ, რომლებიც დაკავებული იქნა რეჟიმის მხრიდან სწორედ იმისათვის, რომ არ ისმოდეს ქართველი ხალხის ხმა, იმისათვის, რომ რუსულმა რეჟიმმა საბოლოოდ მოიკიდოს ფეხი და ამის ნათელი მაგალითი არის ქალბატონი მზიას შემთხვევა, როდესაც ადამიანს, რომელიც იბძვის თავისუფალი სიტყვისთვის, აპატიმრებენ, ატუსაღებენ და ამით ერთის მხრივ ჯიან იმ ადამიანს, რომელიც ბედავს ისაუბროს თავისუფლად და მეორე მხრივ ეუბნებიან სხვა ადამიანს. აი, ნახავთ თქვენც იგივე ბედი გელით, თუ თქვენ არ შეეგუებით იმ მოცემულობას, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში, თუმცა მოცემულობა არის ის, რომ ქართულ ოცნებას უნდა რუსული მმართველობა, ქართულ ხალხს არ უნდა რუსული მმართველობა და ისინი ვერც დაკავებებით, ვერც შანტაჟით ვერ შეაჩერებენ ამ პროცესს და აუცილებლად მოუწევთ მათ უკან დახევა. ყველა შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფაქტი ნამდვილად არ მომწონს, რო გითხრათ სიმართლე, თვითონ არ მომწონს ფაქტი, რომ ნებისმიერ არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელი თუ რიგითი მოხალხე და თვითონ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ, ახლა რომ მოვიდეს ნებისმიერ ადამიანი და ხელი დაგავართ ხას, ავიც არაფერს გულის და თუმცა იქით არ ვიცი რა ხდებოდა ახლა ზუსტად თქვენ რომ ამბობთ რომ რაღაც შეფუთრების ფაქტები მე მაგას რა თქმა უნდა ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი, არ არის მცენშტოზონალი. ევროკავშირის საბჭომ ქართულ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. ისინი ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის შემცირებული ვადით დაბალი სავიზო მოსაკრებლით და ნაკლები დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში რჩება. ისტორიაში პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილებად აღნიშნული საკითხი მონიტორინგის კომიტეტს გადასცა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა. სესიაზე ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების თემაზე დისკუსია გაიმართა. მსჯელობის შემდეგ ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერდა. აღნიშნული მოთხოვნით ევროსაბჭოს ქართულმა ოპოზიციამ მიმართა შესაბამისი შინაარსის წერილი სტრასბურგში
სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა. სტრასბურგში იმყოფება როგორც ქართული ოცნების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებენ. ჩვენ ვიმყოფებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სტრასბურგში, სადაც ხვდებით ეროვნულ დელეგაციებს, ასევე გვაქვს შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებში, სადაც დეტალურად ვაცნობთ ინფორმაციას წევრებს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის რეპრესიების შესახებ, ინფორმაციას ნაცემი, დაკავებული ნაწამები ადამიანების შესახებ, რათა სწორედ ამ ფაქტებზე დაფუძნებით მიიღონ გადაწყვეტილებები წევრებმა არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ ორ მოთხოვნასთან მიმართებით, რაც აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას, ახალი არჩევნების და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გამოშვების შესახებ. ქართული დელეგაცია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და როგორც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულში აქტიური მონაწილეობა და საქართველოს დელეგაცია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მნიშვნელოვანი წვლილით ამ ორგანიზაციის ფარგლებში. კონკრეტული არგუმენტებით წარვდგებით დღეს დებატების დროს ევროპელი კოლეგების წინაშე სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ეს იქნას შესაბამისად მიღებული და კონკრეტული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნებოდეს. ოპოზიციური პარტიები ანტიკორუფციულ ბიუროში ქონებრივი დეკლარაციის შევსების საკითხს ეხმიანებიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტის წევრის სტატუსის დეკლარაციის შევსებაზე, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ისინი მზად არიან საჯარო გახადონ მათი დეკლარაციები სხვა ფორმატში, თუმცა არა პარლამენტის წევრის სტატუსით, ვინაიდან ისინი თავს პარლამენტის წევრად არ მიიჩნევენ. დეკლარაციის შევსებაზე ვარს აცხადებენ კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლები. ძლიერს საქართველოში კი აცხადებენ, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება მათ არა პარლამენტის, არამედ ქართული ხალხისა და მათი ამომრჩევლის წინაშე აქვთ. მათი თქმით, ანტიკორუფციულმა ბიურომ ქართული ოცნების წევრების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნება შეწყვიტა. ისინი მოითხოვენ სასწრაფოდ გამოქვეყნეს აღნიშნული დეკლარაციები შესაბამის პლატფორმაზე. ბრალდებებს ქართულ ოცნებაში აბსურდულს უწოდებენ. ქონებრივ დეკლარაციას ავსებენ და ასაჯაროებენ ის პირები, რომელთაც არაფერი არ აქვს დასამალი და სწორედ ასეთი არის კოალიცია ძლიერი საქართველო. ჩვენ ვავსებთ ქონებრივ დეკლარაციებს, რაც ნიშნავს თავის მხრივ საკუთარ საფუძველში ანგარიშვალდებულებას საკუთარი მოქალაქეების წინაშე. და კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა კომიკურმა პერსონაჟმა რაჟდენ კუპრაშვილმა გაასაჯაროვოს ყველა საჯარო პირის ქონებრივი დეკლარაცია, რომელსაც მალავს ბოლო 1 წლის განმავლობაში. ნაციონალურმა მოძრაობამაც, ლელომაც და ბატონი გახარიას პარტიამაც აიღეს ის დაფინანსებები, რაც პირდაპირ გადანაწილებული იყო იმ ხმების პროპორციის მიხედვით, რაც მათ არჩევნებში აიღეს. შესაბამისად, ამიტომ მათ, რა თქმა უნდა, თავის მხრივად ცნეს ლეგიტიმურად ეს არჩევნები. ეხლა დეკლარაციას შეავსებენ, არ შეავსებენ, არ ვიცი, დაველოდოთ, მე პირიქით მოლოდინი მაქვს, რომ ისინი დეკლარაციასაც შეავსებენ და პარლამენტში შემოსვლა ძალიან მოუნდებათ. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ხდომაზე საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს წევრთათვის ხარჯების ანაზღაურების გაზრდაზე იმსჯელეს. იანურის თვიდა საკრებულოს აპარატის წევრებსა და საჯარო მოხელეებს ხელფასები, ხოლო რიგით დეპუტატებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის ხარჯების ანაზღაურება გაიზრდებათ. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული მატება კანონის დაცვით მოხდა და მხოლოდ 10% შეადგენს. რაც შეეხება ოპოზიციას, აცხადებენ, რომ ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი 250 ლარია, ხელფასების მატებაზე უხერხულია საუბარი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროზე განხილული იქნა სხვადასხვა საკითხები შემდგომში სტომაზე გატანის მიზნით. ერთ-ერთი საკითხი ამათგან ალბათ რომელიც შეიძლება საზოგადოებისთვის მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ეს არის თანამდებობრივი სარგოების და საჯარო მოხელეების და დეპუტატების ხარჯვითი ნაწილის გაზრდის შესახებ, როგორც
თქვენთვის ცნობილია და მოქალაქეებისთვის ცნობილია საქართველოს მთავრობის განკარგულებით ეს არის მატევა, რომელიც ითვალისწინებს 10%-ს და ყველა ამ ჩამოთვლილ ადამიანებს, ჩამოთვლილ მოსამსახურეებს მოემატათ 10%-ით გაეზარდათ ხელფასის 10%-ით. იცლება ჩვენი ქალაქები, იცლება ჩვენი რაიონები და იმისთვის რომ ადამიანმა, ასე ვთქვათ, გამოიკვებოს, რაღაც ელემენტარული მედიკამენტის ყიდვის საშუალება შეძლოს, ერთ-ერთი ალტერნატივას ქართული ოცნება თავაზობს აი საჯარო სამსახურში, სადმე თუ კიდე დასაქმდები და შემდეგ ხელფასზე თუ გექნება, შემდეგ ვისაც აქ ვერ დაასაქმებენ, შემდეგ აიპებში დაასაქმებენ და აი ამ ადამიანებს უმატებენ ხელფასს. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა იყოს მოქმედი, ასე ვთქვათ, არ უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის შრომა და მისი ღირებულება ერთმანეთს, მაგრამ არ შეიძლება არ შეესაბამებოდეს მაგალითად ასე ვთქვათ, მერის ხელფასი იყოს რამოდენიმე 1000 ლარი და ამ დროს ასე ვთქვათ, სოციალური, ასე ვთქვათ, ყოველწლიური გადაანგარიშება არ იზრდებოდეს და იყოს 250 ლარის ფარგლებში მერყეობდეს და მე მინდა ამ ადამიანის პასუხისმგებელ პირებს უთხრა, რამდენად შეძლებენ ისინი 250 ლარად ერთი ადამიანის თვითონ გამოყვებას. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორი უკვე 16 დღეა შიმშილობს. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობებს, თავისუფლებას სინდისის ყველა პატიმარს. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.